ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი იწყება, განცხადებას გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამი აკეთებს პირდაპირ ეთერში ვხდავთ პროკურატურას. ინტერესი დავაკმაყოფილოთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2007 წლის 7 ნოემბერს დაიწყო წინასწარი გამოძიება საქმეზე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. ამავე დღეს არკადი იგივე ბადრი პატარკაჩვილი ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. ამავე დღეს იმ საფუძველზე, რომ არსებობს რეალური საფრთხე დედაქალაქში მიმდინარე უმართავი პროცესები გადაზრდილიყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, კერძოდ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღა დადებოდა ტელეკომპანია იმედის ქონებას. რამე თუ არსებობდა საკმარისი მონაცემები და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნებოდა ამიზნის მისაღწევად. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ყადაღა დაედო ტელეიმედის ქონებას, მესაკუთრეს და მფლობელს აეკრძალა ტელეიმედის ქონების, მათ შორის მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ნომერ B16 ლიცენზიის განკარგვა და გამოყენება. ეს რაც შეეხება საკითხის ფორმალურ და სამართლებრივ მხარეს. ეხლა უფრო გავშალოთ აღნიშნული საკითხი, რომ რიგითი ტელემაყურებლისთვის გასაგები გახდეს, რასთან გვაქვს საქმე. უპირველეს ყოვლისა, კავშირი ბადრი პატარკაციშვილი იმედი. გარდა იმისა, რომ ეს კავშირი საყოველთაოდ ცნობილია და ცნობილია იქიდანაც, რომ ამას ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს ძალიან ხშირად თავის საჯარო გამოსვლებში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებებში. ამას გარდა ჩვენ მოგვეპოვება მტკიცებულებები, უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ ბადრი პატარკაციშვილი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმედის, შემიძლია გაჩვენოთ ეს დოკუმენტი. ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი პრეზიდენტი, ესე წერია, აქ და აქვს უფლებამოსილება შეუზღუდავად ჩაერიოს საკადრო პოლიტიკის გატარებაში და სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში. ეს უფლებამოსილება ხორციელდება მის მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნის და გათავისუფლების შეუზღუდავი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების გზით. ანუ მას შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს გენერალური დირექტორი, ხოლო გენერალური დირექტორი თავის მხრივ უფლებამოსილია, რომ აკონტროლოს სრულად ვითარება ტელეიმედში. შესაბამისად, პირდაპირი კავშირი სამართლებრივ ორგანიზაციული ბადრი პატარკაჩვილსა და ტელეიმედს შორის არსებობს. ამას გარდა, ბოლო პერიოდში მან გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სამართავად გადასცა თავისი წილი ერთ-ერთ კომპანიას. ჯერ ერთი ეს დოკუმენტი ჩვენ გვაქვს. ეს დოკუმენტი ძალიან გავს ფიქტიურ დოკუმენტს, იმიტომ რომ იქ არის საუბარი იმაზე, რომ მთელი ეს კომპანია, ამხელა კომპანია სამართავად გადაცემულია $3,500. ეს არის ვაკეში 3-ოთახიანი ან 4-ოთახიანი ფეშენებელური ბინის დაქირავების თანხა. ასე რომ ძალიან სასაცილოა ეს ნამდვილად, რა თქმა უნდა. თუმცა იმის დაშვების პირობებშიც, რომ ეს რეალური დოკუმენტია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საკუთრებითი კავშირი ტელეიმედსა და ბადრი პატარკაჩვილს შორის არ შეწყვეტილა. ამას გარდა, მიუხედავად ამ წილის მართვის გადაცემა-გადმოცემისა, იგი დღემდე რჩება ტელეიმედის პრეზიდენტად და სამეთვალყურეო საბჭოს უფროსად, რომელიც უკვე აგიხსენით რა უფლებამოსილების განხორციელებაშია კომპეტენტური და ამას გარდა აბსოლუტურად ცალსახაა, რომ ბადრი პატარკაციშვილი განსაზღვრავს პირდაპირი მითითებების გზით ტელეიმედის სარედაქციო პოლიტიკას. ჩვენ ელექტროს საშუალებების მეშვეობით საინფორმაციო მასალას გადმოგცემთ, სადაც ბადრი პატარკაცშვილის და პოლიტიკური პროგრამების დირექტორის გიორგი თარგამაძის საუბარია ჩაწერილი აბსოლუტურად კანონიერად. ბადრი პატარკაჩვილი ძალიან დაწვრილებით ინტერესდება რა ხდება აქციაზე და ბოლოს და გიორგი თარგამაძეც, ასე ვთქვათ, უყვება ამ ამბავს. ბოლოს ეუბნება, რომ მე ახლა გამოგიგზავნით ტოლას, რომელიც თქვენ მოგცემთ დირექტივებს, როგორ უნდა მოიქცეთ. თქვენში, როგორც ჩანს, გულისხმობს არა მხოლოდ ტელეიმედს, არამედ პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეულ ნაწილსაც. რაც შეეხება ტოლას, ტოლა არის ანატოლი მოტკინი, ბადრი პატარკაჩვილის მარჯვენა ხელი, ცნობილი PR ტექნოლოგი, ცნობილი პოლიტტექნოლოგი და ბადრი პატარკაშვილის პოლიტიკური მრჩეველი.
ამას გარდა ჩვენ გვაქვს მესიჯები გიორგი თარგამაძის და ბადრი პარკაჩვილის უკვე 7 ნოემბრით დათარიღებული. საუბარი, რომელზეც მე საუბრობდი, არის 2 ნოემბრის გამთენიისას შემდგარი. გვაქვს მესიჯები 7 ნოემბრით დათარიღებული, სადაც ბადრი პარკაჩვილი კითხულობს, გაუშვით ჩემი განცხადება, ესეუბნება, რომ კი, გაუშვით ეს, ეხლა გაუშვით ეს განცხადება. შეგახსენებთ, რომ ეს ის განცხადებაა, პირობითად რომ ვთქვათ, უკანასკნელი თეთრის დახარჯვის შესახებ განცხადება, რომელიც იმ დროს გავიდა იმედის ეთერში, როდესაც დედაქალაქში მასობრივი არეულობა იყო. განცხადების შინაარსი მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს პროცესების კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და საფრთხე შეექმნას კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში. ხა, ლეგიტიმური კითხვა ჩდება ასევე ტელეიმედის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ მარტო ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიამ განიცადა 20 მილიონიანი ზარალი. გამოძიებას ბუნებრივია გაუჩნდება კითხვა, რა მიზნით ხდება ასეთი ზარალის მქონე კომპანიის შენახვა ბადრი პარკაჩვილის მხრიდან. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა მიზნები იყო ამ პერიოდში ბადრი პარკაჩვილის მხრიდან გამოხატული და რისი იარაღი იყო ტელეიმედი, რის გამოც პრაქტიკულად მოხდა დაყადაღება მისი ლიცენზიისა და შეწყდა მაუწყებლობა. თავარი რისი მიღწევაც ბადრი პარკაჩვილს იმედის მეშვეობით სურდა, ეს არის ანალოგიები 9 აპრილთან. რაც მისი ვარაუდით გამოიწვევდა პროცესების უფრო მეტ დაძაბვას და შესაძლებელი იყო მაღალი ალბათობით დასრულებულიყო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობით. პროცესების ესკალაციის დროს არ გამორიცხავდნენ მსხვერპლსაც. ჩვენ წარმოგიდგენთ სატელეფონო მიყურადების ჩანაწერს, რომელიც ასევე ლეგიტიმურად არის გაკეთებული 11 ნოემბერს უკვე ამ პროცესების შემდგომ, სადაც საუბრობს იმედის 2 ჟურნალისტი, რომელთა საუბრიდანაც ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანი ესწრებოდა გიორგი თარგამაძის და ლევან ვეფხვაძის შეხვედრას, სადაც იყო მე აღარ განმარტავ ესენ ვინ არიან, ეს პირველი არის საინფორმაციო პროგრამების პროდიუსერი, უბრალოდ განმარტავ, პირველი არის საინფორმაციო პროგრამების პროდიუსერი, ფართო საზოგადოება მისცეს, მეორე არის დროების პროდიუსერი, სადაც ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ოპოზიცია შაბათს იყო ეს შეხვედრა, ოპოზიცია ეხლა გაჩერდებოდა, ხოლო სამშაბათს მოაწყობდნენ პარლამენტის პიკეტირებას, სადაც იქნებოდა შეხლა-შემოხლა, სავარაუდოდ იქნებოდა მსხვერპლი და ყველაფერი წავიდოდა 9 აპრილის სცენარით და შემდეგ უკვე გავეშებული ბრბო ხელისუფლებას ამას არ შეარჩენდა და ყველაფერი დასრულდებოდა ისე როგორც სასურველია, ანუ ხელისუფლების დამხობით. მე მართალი გითხრათ, ჩემთვის ეს მონაკვეთი ამ ყველაფრის არის ყველაზე უფრო შემზარავი და მე არ მეგონა თუ ცინიკური სპეკულაციების აგება შესაძლებელია ამ თემებზე. პირდაპირ გეტყვით, რომ ის ჟურნალისტები, იმედი ჟურნალისტები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, თვითონ არიან უკიდურესად და უაღრესად შეშფოთებულები ამ ყველაფრით, მოსმენილით და უზიარებენ ერთმანეთს ამის თაობაზე საკუთარ ემოციებს. მე რაგიღა შევეხე ჟურნალისტებს იმედისას, პირდაპირ მინდა გითხრათ. ძალიან გული მწყდება იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ახლა არ არის იმედის მიკროფონი. პირდაპირ გეტყვით, რომ გულწრფელად გულის ტკივილს გამოვხატავ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებმა გარკვეულწილად მიიღეს მონაწილეობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ყველამ, ისე ვთქვათ, ჟურნალისტების უმრავლესობამ ამ პროცესებში და ასევე შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულწილად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობასაც, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი უნდა გავუკეთებია იმისთვის, რომ ტელეიმედის ჟურნალისტებისთვის თვალი აგვეხილა და გვეჩვენებინა, რომ ისინი გარკვეულწილად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მანიპულაციის საგანი. სახელმწიფოს მეტი უნდა გაეკეთებია. მე ამას ვაცხადებ ჩვენი უწყების სახელით და გულის ტკივილსაც ჩვენი უწყების სახელით და პირადად პერსონალურად ჩემი სახელით ვაცხადებ. გარდა იმისა, რომ 9 აპრილზე იყო პარალელები ამ საუბარში, თქვენ ასევე მოისმენთ ამ საუბარს, რომელიც გადმოგეცათ და იქ არის საუბარი ასევე იმაზე, რომ სამშაბათს იქნება პროცესების ესკალაცია. ეს უკვე შაბათს იცოდნენ ტელეიმედში. რას ნიშნავს ეს? ტელეიმედში რამდენიმე დღით ადრე იციან ოპოზიცია რას გააკეთებს. რა გეგმები აქვს მას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს ძალიან კარგად მიუთითებს იმაზე, რომ
პროცესების კოორდინაცია ხდება ამ ტელეკომპანიის მეშვეობით. არა ყველა ჟურნალისტის თავისთავად ცხადია, მაგრამ გარკვეული წრის მეშვეობით და საბოლოო ანგარიშით ეს უკავშირდება ბუნებრივია ბადრი პატარკაციშვილს. ის რომ სამშაბათის აქცია პარლამენტის პიკეტირება რაც მართლა მოხდა არ იყო შემთხვევითი დამთხევა ტელეიმედში განვითარებული საუბრებთან. ამის ასე ვთქვათ დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერიც არის გადმოცემული თქვენთვის, რომელიც ასევე ლეგიტიმურად არის ცხადია მოპოვებული. ეს აუდიო ჩანაწერი არის კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების საუბარი, სადაც აბსოლუტურად იმავე დღეს იდენტური შინაარსის ტექსტს ამბობენ ორივენი. რომ ორი დღე გავჩერდებით, ამბობს კონსტანტინე გამსახურდია, ორ შაბათს ალბათ არა, სამშაბათ სესიაა და ჩვენ მათ შევხვდეთ. აქ აშკარად იკვრება წრე, კოორდინაცია არსებობს, ტელეარხმა წინასწარ იცის როდის რა მოხდება და ზოგიერთი მათგანი სასურველ სცენარად ასახელებს 9 აპრილის განვითარებას, რაც ძალიან შემზარავია. და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც დღეს მინდა თქვენ წინაშე გავახმაურო. და რომელიც შეიძლება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმ საქმეთაგან, რომელსაც დღეს გენერალური პროკურატურა მუშაობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ დაწყებულია გამოძიება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღების ფაქტზე. კერძოდ, დაცვის ფირმების, საერთაშორისო დაცვის საზოგადოების და პროფესიული დაცვის ლიგის დირექტორი გიორგი ბერიძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროსს, უშიშროების სამსახურის ყოფილ მუშაკს ზურაბ მეტრეველს, რომელსაც დაავალა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შესაქმნელად მოეძებნა და შეეკრიბა გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. განსაკუთრებით აქცენტი კეთდებოდა იგორ გიორგაძის ყოფილ ოფიცრებზე. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო დაცვის საზოგადოება არის დაცვის ფირმა, რომელიც ახორციელებს ბადრი პატარკაციშვილის ობიექტების დაცვას და რომლის დამფუძნებელიც არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ალექსანდრე საშა მაისურაძე, რომელიც გახსოვთ ბრალდებული იყო გიგანის აფეთქებაში და აქაც მაშინ იყო საუბარი, რომ იკვეთებოდა პატარკაციშვილის კვალი. საშა მაისურაძე არის ბადრი პატარკაციშვილის პირადი კოორდინატორი დაცვის საკითხებში და ასევე ტელეკომპანია იმედის, ამას გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, ტელეკომპანია იმედის შტატიანი კონსულტანტი. რაც შეეხება დაცვის მეორე ფირმას, პროფესიული დაცვის ლიგას, რომლის დირექტორი ასევე არის გიორგი ბერიძე, ამ ფირმის ერთ-ერთი ოფისი განთავსებულია ტელეიმედის შენობაში. 2007 წლის 13 ნოემბერს ბერიძე დაკავებულ იქნა ეჭვიტანილის სახით და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამ პირს ბრალი უკვე წაეყენა და შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. იმავე ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემულია ზურაბ მეტრეველი, რომლის ოფისის ჩხრეკისას ამოღებულია ასევე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ზურაბ მეტრეველმა წაყენებული ბრალდებები აღიარა. ამავე მუხლების საფუძველზე, ამავე საქმეზე ეჭვიტანილად არის ცნობილი ალექსანდრე მაისურაძე. გამოძიების მიერ მტკიცებულებების სახით მოპოვებული იქნა თავად გიორგი ბერიძის პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებული მის მიერვე გაკეთებული აუდიო ჩანაწერი, ეგრეთ წოდებული ვერბოლკის გადაბირების აქტი, სადაც ის ესაუბრება გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელ პირს და ახდენს უშიშროების გამოცდილი მუშაკების დაქირავებას კონკრეტული მიზნით, როგორც ის ამბობს, გარკვეულ დროს მათი გამოყენებისთვის. რა არის ეს გარკვეული დრო და რა არის ეს X დღე, ამითი გამოძიება ბუნებრივია ინტერესდება. ასევე ამბობს, რომ მას ყავს უკვე პირები, რომლებიც ყველაფრის გამკეთებლები არიან, თვითონ ამბობს ასე, ფარული თვალთვალი, ფარული მიყურადება, ნებისმიერი ადამიანის გასაღება, ამ ტერმინით ამბობს და ეს მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს სლენგია ეს და ნიშნავს ადამიანის ლიკვიდირებას. ეს ყველაფერი მათ შეუძლიათ, ესე ამბობს ბერიძე. მეტრეველის აღიარებითი ჩვენებით ყოველივე ეს დასტურდება და მეტრეველი ასევე ამბობს, რომ ყველაფერი ამის კოორდინატორი, ანუ არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაციის კოორდინატორი არის ბადრი პატარკაციშვილის მარჯვენა ხელი საშა მაისურაძე. ეს გარემოება ბუნებრივია გამოძიების მიერ ზუსტება კავშირები
იმ ფაქტებს შორის, რომელიც მე ახლა მოგახსენეთ და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას შორის და გამოძიების შემდგომი მიმდინარეობის შესახებ დეტალურად გაცნობებთ. მადლობთ ყურადღებისთვის. ეს იყო პირდაპირ ჩართვა გენერალური პროკურატურიდან, სადაც განცხადება გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამიამ გააკეთა. ახლა კი გთავაზობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ იმ სატელეფონო ჩანაწერებს, რომელზეც გენერალური პროკურორის მოადგილე რამდენიმე წუთის წინ საუბრობდა. ბატონო. რა ხდება გიო, როგორ ახარ? კარგად ხარ, როგორ ახარ? რა, ვიცი, ძალიან ნერვიულობ რა. ბევრი ხალხი არის დღეს უკვე მისული და ჯერ 3 დღიდან არის ჩამოსული და თბილისლები არიან გასულები კიდე და სავსე ერთი მოედანი უკვე. ეხლა წოლეკაც ჩამოვა მან და დაგირეკავს რა, მე რაღაც დავობარე შეთაფი. ბატონო, მე მგონი არ რაღაცა ეს შეცდომა მოგიწევს რა. მაშინ არ ვიცი შენ გითხარი თუ არა გიორგისთან ვიყავით რა? ხო. ნუ ადრესი 2 კვირის წინ ალბათ. ხო და მე ის ადეიშვილი და ვებხვაძე თუ მე და ვებხვაძე მარტო აღარ მახსოვს რაღაცა ლაპარაკი იყო კაცო რასაპირებს თქო იყო 2 ნოემბრის მერე შაბათი რა ან კვირა ხო და მე ხავ არაფერსო შაბათ-კვირაო და ясნერო არაფერსო და აი მე ამხარ მეც აი რაღაც 2 შაბათს ველი თქო და არა 2 შაბათს არა 3 შაბათს არის ხდომაო ხო და რაღაც პიკეტირება იქნებაო და ясნეო რომ იმადგანო იქნება წინააღმდეგობაო და ძალიან ჯახია იწევა და ხა 3-4 ადამიანი იქ რომ ამას რაღაცა მოუვიდესო და რაღაც ნუ ანუ მოვტესო. აჰა. მე წარმოედგინე იმათ როგორ გადაჯეგავს ეს ხალხიო. აჰა. ხო და მე ლევანმა დაიწყო რომ კაი იქნება და აიცხრა ხო ის როგორც იცის ხოლმე რა 9 აპრილი და აი რაღაცა რა ჩაულებთ ხო მე იქაც მქონდა რეაქცია და უთხარი რომ ხა რა პონჩი ამბობთ რა 9 აპრილი მაშინ წადი და შენ მოგტიმეთი თუ ითული რომ 18 კაცი მოკლეს თუ 3 ერთი შენ იყავი თქო რა და რაღაც არაფერი და მე რა ეს მოვუყავე ღვინჯოს რა აი ჩაულებთ თუ ლაპარაკობთ ხო ვაფშე არ ვთქვი რომ გიორგის მე საიდუმლე ვარ და შევინახო მისი ისინი ხო ჩაულებრივ ლაპარაკა და ღვინჯოს უთხოვს მე თიკოსთვის რა იმიტომ რომ მე თიკოს ხა ეგეთ რაღაცებს არ ვენდობი იმიტომ კი არა რომ არ ვენდობი პროსტა მაგას უფრო დიდხნიანი ურთიერთობა აქვს გიორგისთან და თუ რამე აინტერესებს მისგან წავიდეს და თვითონ კითხოს ხო ხო და პროსტა ეს მოვუყავე ღვინჯოს რომ გაგიჟებული ვარ თქო რომ ეგრე შეიძლება ადამიანი ლაპარაკობდეს ნუ 1-3-4 ადამიანი მე რა ვერ იმას იზავს, короче говоря, изморама его возьмут. А иге шена ეს უპერსპექტივო პონტია რა, короче говоря, რა. რა. აი ეს გაწელვა იმისი, ცოტა უფრო აქტიური მეძე თუ არ გადახვედით, შანსი არ არის, პერსპექტივა არ აქვს. აი დაიმახსოვრე ჩემი ნაცქვამი. 2 დღე და მერე გადავა რა. თქვენ რო აჩერებთ ამ ხალხს, გაიგე შენა, არ უნდა რა ამ ხალხს ასე იმას კი არ ვიცი რომ მოუწოდო პირდაპირ გაიგე, მაგრამ გაჩერებაც არ არის საჭირო ამ მუხტის. იმიტომ ხალხი ხელს ჩაიქნევს, გაიგე. Мне ეხლა სასტარამი многое виднее, дорогой мой, გაიგე. მე ხო გვერდიდან უყურებ და აი ვატყობ ეგეთ რაღაცას რა. ნუ აჩერებს ბიჭო ეს ხალხი ამდენი წელი დაგჭირდათ იმაზე რომ გამოგიყვანათ გარეთ და ეხლა იმაშვებით კლავთ ამ მუხტსტო. არ ზურაბ მეტრეველი 1985-1986 წლიდან წლის ბოლომდე მსახურობდი ავღანეთში მაქვს მიღებული გარკვეული საბრძოლო გამოცდილება 1993-1985 წლის ბოლომდე მსახურობდი სახელმწიფო უშუალობაში სხვადასხვა ოპერატიულ თანამდებობებს. ამჟამად მუშაობ პროფესიონალური დაცვის ლიგის ერთ-ერთ ობიექტის დაცვის უპროსად. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს ჩემთან მოვიდა ობიექტზე გიორგი ბერიძე. პროფესიონალური დაცვის ლიგის გენერალური დირექტორი. დამთხოვა რომ მომეძიებია ძლიერი საბრძოლო გამოცდილების ან სპეციალური მომზადების მქონე პირები. მე ვეცადე მისი დავალება შემესრულებინა და მოვიძიე ეს ხალხი, რომლებიც შემდგომში
გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ობიექტებზე, აღნიშნულ სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე. მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ბერიძე გარდა იმისა, რომ არის პროფესიონალური დაცვის ლიგის დირექტორი, ის მუშაობს ამავე თანამდებობაზე პროფესიონალური დაცვის ლიგაში. საერთაშორისო დაცვის სამსახურში, რომელიც ახორციელებს ტელეიმედის ფიზიკურ დაცვას. აღნიშნული ტელეიმედის სამსახურის დაცვის სამსახურს, ესე იგი საერთაშორისო დაცვის სამსახურს კოორდინაციას უწევს ტელეიმედის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი საშა მაისურაძე. საშა მაისურაძეს მე ვიცნობ დიდი ხანია, არის გამოცდილი მუშაკი, ამჟამად იმყოფება პენსიაში. დაახლოებით ოქტომბრის 28-29 რიცხვში 8 საათსა და 30 წუთზე თუ 9 საათი ყოლა სულ ვერ გეტყვით. მოვიდა ჩემთან ოფისში, ამოვიდა გიორგი ბერიძე. დამთხოვა დავხმარებოდი მას თვითის ამოტანაში დაბლინდა. მე ჩავყევი მას და იქვე მან განმარტა, რომ ეს არის ცეცხლსური იერარი, რომელიც უნდა შენახული იქნა ჩემთან, ვინაიდან ჩემთან არავინ არ მოვა და გარკვეულ დროს უნდა გადანაწილდეს ობიექტზე მომუშავე პერსონალს დაცვის სამსახურს. ატანისთანავე იარაღი შევიტანეთ, რომ იარაღი იყო ჩაწყობილი ქვილის ტომრებში და ეს ტომრები განვათავსეთ ჩემს სამუშაო ოთახში მაგეთის ქვეშ. მაისურაძე რო ვკითხე გიორგი ბერიძეს რა ხდებოდა, მან თქვა, რომ ეს არის საშას დავალება და ეს იარაღი მისი გამოგზავნილი. Prologi რამდენი წელია? ეს იყო უკვე და აუს ახლა რა გითხრა და გერიდება. ხო, არა, რამე მოგაიწერა. ეთი ჩემი მეგობარი არის. აგებს მეგობარი. ეს მომწონს ატლანტაში. ატლანტაში? ხო. მეცოდნება. მერაბა საბუჯო. განუკაცვანი და რა პრობლემაა? ჰა? აქეთ საფრთხე ჩვენსკენ? ხო, რატო? რატო და შეიძლება დაჭერება წარდგინა ყველაფერი. ეს მე არ ვიცი რა სპეციფიკაზე მუშაობს რა ის. რაიცი ზაგა, პრეზიდენტი და დასკას კუთიგან. მაგი სამი ხო, ვერ იყო ცხოვრობს. გაგების უკრას. არაფერს არ მეუბნება მე. მე იყო კინების ოდე
მე იყო მეტროსოდე მე იყო ძიადლის უფროსი და რუსკა დაიწყო და მე პეცე შენ არუსკა გაინტერესებს და არუსკა ნარუსკის ჯანჯღავა თემურა ჩვენ დამუშავოს ხო ამ ნარუსკის შეფი იყო საქართველოს შეგონებს გაზმები აი ეს არის გამორიდებით რასაც ვეთქვი მანი არ იყო ნარუსკის შონერვე არა ეს იყო ზოგორი ის სკოლა გავლილია ემო let 48-49 თუ გვაინტერესებს კადრი ხო უყური რა შეესახება ჩვენ კადრები გვაინტერესებს მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი ხა იმდენი კადრები არის ხა საშა ის სკოლას ვინც არის საშა იყო პასპორტ თავარ დეპარტამენტი ხო გავიგოთ რა თვისებები ესეთი გუნდი მე მყავს რომ შეგების მე რამოთანაც შეგისრულებს გაგჭირდება და ნარუს განახოლე რაღაც კონკრეტული გადგენა პიროვნების ვინ არის ვისთან მიდის კომპრომატი გადაღება ეს ყველაფერი გვაქვს უმაღლეს მეორეა როცა მოიმხრობ კაცს ეხლა მაგას უნდა ერთეული სოფასი ან კონკრეტულ ამოცანაზე უნდა წამოიყვანო მაგ უთხრა აი რა უნდა მისცეს მაგას ნუ მე გეტყვი ახლა ეს ბიჭები ჩემთან არიან $600 უნდა შეიძლება მაგდენი არ უნდა მაგდენი არ არის მაგრამ მე ჩვენ საქმეს ემსახურებ არა დასულა იტი ხო შემახსენე გვარი კიდე მე და საბუდოა საბუდოა ოზრს კაი ასაკია მაღალი ომეტრია ხოროწყუს ეს ადრე რომელიც ამდა ლოგადო მომდა თავის მე გამანდა მითხარი როგორი უნდა მეცნალის უკროსი ჩემთან მუშაობა ხონდა მომდა ის დამახტო მარჯვენა ხელი ჩემთან მუშაობს მე კიდევ ბიჭები ახლა გლები ბიჭები არის ეგ საინტერესოა გლები თუ რამდენი შენ რა ისა გაკ არა ამასთან რა ახლა მე ხო ეგ მაგას ნიშნულობა მაგრამ გლები ვარ და მაგრამ გამისიცა მე რომელიც ჩემთან ამბობს ყველაფერაცმა თუ კაი ბიჭები არიან ბიჭები კარგ ამოცანას ხმენ მიყავს აი მას ბაიოი ოფიცერი მაგარი გამოფენის ობიექტის უფროსი მეტრე კარდინალი მაგონ თხოვია რა დაგისახარ რა ორდინარი მასიდას არ გამოიხედა მე ვარ უთხარი ეს ჭირდება არ არის დამხერება მაგრამ მე მეორე საკითხი კადრები რასაკურველია დაგჭირდება ბიჭები მომწადებული ბიჭები ეხლა იაკ რა ხდება ეგეთი კამანდა არ უნდა შენგან არ უნდა ფინანსდებოდეს კაი შენ ჯიბეს უარყოფითად არ უნდა დაეტყოს ეს დაუშვათ აი ეხლა რაღაცებს ველოდები ჩვენ ეს კამანდა უნდა გაამწესო დაუშვათ კაი ბიჭები გაამწესო გამოფინანსო ხო მიხიან ყოველდღე გორგეში ეს რაღაცები მყავს მეგერა კაი ბიჭები არიან გამკეთებული ბიჭები არიან უშევარია არა ატლანტაში რამდენს იღებს 400 არა ეს ჩვენს პრობლემა რას ეკეთებს სპეცის უბრალოდ მე ბიჭების ხარსო მაგარი ბიჭები ხარს ვიფიქრებ მე ხალი საფურა უნდა და ყველა მთელი კამანდა ვიფიქრებ რამ ბიჭები რამდენზე დაკმაყოფილდებიან ეს ისწორია მეც მაგი უკვე მე გეუნები რადგან ისინი თანახმა იქნებიან ჩვენთან როლს და ჩვენი კამანდა იქნება ჩვენი კამანდა ეხლა ვერას ფიქრობ გიორგი მე ვფიქრობ რომ ეს მოდელი რომელიც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს მგონი გამოგვივა მომეშვიდ საათი ამით დასრულებულია ჩვენ ეთერში 8-ზე დაუბრუნდებით დროებით